მოსამართლე მარიანა ფომაევამ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელის სტიკერის გაკვრის გამო 1000 ლარით დააჯარიმა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეზე უკვე მეორედ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. საქმე კვლავ სტიკერს იფიცება საქართველო ეხება, რომელიც პოლიტპატიმარმა 11 იანვრის ღამეს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე გააკრა. მზია ამაღლობელი მაშინვე დააკავეს. ადმინისტრაციულ საქმეზე ამაღლობელის დაკავების ოქმში ეწერა, რომ მედია მენეჯერი პოლიციელის შეურაცხყოფის გამო დააკავეს. ამ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი 2000 ლარით დააჯარიმა. სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა პატაკი მედია მენეჯერის წინააღმდეგ 30 აპრილს დაწერა. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სტატუსით მისულ ზენაიშვილს ადვოკატებმა კითხეს, თუ რატომ დასჭირდა მას სტიკერის გაკვრის გამო ოქმის შესადგენად 3 თვე ნახევარი. ჩადენილი მე კანონურ არმზულს ვადებში აქედან გამომდინარე ვადებში ყველაფერი მოსწრებული და სამსვერიც ეს ფოტოები გადავწყვეტე ამ თემას და შევადგინე შესიმოსზე მოხდა ვადებში ბატონო თქვენ საავადმყოფო სოციალურ საუბრობთ რომ ზიას მე მასალები გამოვიზიე, მან ვით სამოვიცანი ეს ორი პიროვნება ბატონი ედნარ ედოშაინით და ჯაბა შაკარიშვილი ვინ სამოვიცანი და ვკითხე რა მოხდა ეს მომხდა და მაგათი ახსნა განმარტება დევს. ბატონო იმ პატარში ახსნა განმარტებაში შაკარიშვილის და შაინიძეს საუბრობს ის რომ ზოგადად რომ პოლიციელების მოთხოვნაზე Poliția Videoși asta e o șansă, are măsă de verbul la calculator vec, da, mă pe de dau să mai să aprox, să razem de optul. პოლიტპატიმარი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად ადმინისტრაციულით, მეორედ კი სისხლის სამართლის საქმეზე. ბრალდება მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ამაღლობელს, რომელმაც პირველი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ერთი და იგივე სამართალდარღვევაზე არ მომხდარა ორჯერ მსჯავრდება, რასაც მხარე მიუთითებდა თავის პოზიციაში, ეს გახლავთ სიცრუე. ვინაიდან პირველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე იყო პოლიციის შეურაცხყოფისა და მისი კანონიერი მოთხოვნისა და დაუმორჩილებლობის გამო, დღეს წარმოქმნილი იყო სამართალდარღვევის ოქმი უკვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მოხსა, რაც გულისხმობს იერსახის დამახინჯებას. ამიტომ ერთი და იგივე სამართალდარღვევაზე ბუნებრივია არ ყოფილა ორი საქმის წარმოება. ეხლა რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადებს. როდესაც მოხდა სამართალდარღვევის ჩადენა, იმ პერიოდში მოქმედებდა სამართალდარღვევათა კოდექსის რედაქცია, რომელიც სახდების დადებისათვის განსაზღვრავდა 4 თვიან ვადას. საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე აღნიშნული ხანდაზმულობის ვადა გაიზარდა და გახდა 6 თვე. მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლობა განმარტავს, რომ როდესაც მატერიალურ ნორმას ეხება, მატერიალური ნორმის შემთხვევაში უნდა გამოყენებული იქნეს ის რედაქცია, რომელიც მოქმედებდა სამართალდარღვევის ჩადენის დროს. სამართლებრივი დასაბუთება წარმოუდგინეთ, დამტკიცებულებები წარმოუდგინეთ, ეს ნორმა, როგორც უკვე პროცესზე განმარტეთ, არის ბლანკეტური ნორმა, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა იყოს მითითებული და განსაზღვრული სივრცეები, სად შეიძლება ამის გამოყოფა და გამოყენება და მსგავსი რეგულაცია არ არსებობს. ჩვენ ვერ მოვიძიეთ, სასამართლოს ვთხოვეთ ამ პროცესში ჩართულობა და რა თქმა უნდა უარი გვითხრა ამაზეც და ვერ მოვიძიეთ, იმიტომ კი არა რომ ვერ ვიპოვეთ, იმიტომ რომ ბუნებაში არ არსებობს და ამ ნორმის ამ ფორმით არ არსებობის გამო იზღუდება გამოხატვის თავისუფლება რა ის რომ ერთ საქმეზეა საუბარი ცალსახა მივიდა სამართველოს შენობასთან სტეკერი გააკვრა და მალევე რამდენიმე წამში დააკავეს სხვა ქმედებას ქალბატონი მზიას ხედან ადგილი არ ქონია. დღესვე ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების კერძოდ მზიამაღლობელის საქმის შესახებ დებატები გაიმართება. ამავე საკითხზე 29 ივნისს რეზოლუციის მიღებაა დაგეგმილი. რეზოლუციის ერთობლივი პროექტის მიხედვით ევროპარლამენტი გმობს მზიამაღლობელის პოლიტიკური მოტივით გამოწვეულ დაპატიმრებას და დევნას, მოითხოვს მის დაუყოვნებლივ უპირობო გათავისუფლებას და ყველა ბრალდების მოხსნას.